ვემზადებით აღდგომისთვის. პირველ რიგში რაც საჭიროა სააღდგომოდ ეს არის რომ უნდა გამოვაცხოთ პასკა, უნდა მოვამზადოთ ყველაფერი და უნდა შევღებოთ კვერცხები. ამისთვის აგერ არაჩვეულებრივ გოგოებთან ერთადავართ დღეს და ყველაფერს აგვიხსნიან, ყველაფერს მოგვიყვებიან პასკა მია, ესე ქვია მარიამის და ნათიას ამ სტარტაპს, რასაც ქვია მეგობრულ სტარტაპს და დანარჩენს ახლა გოგოები გააგრძელებენ, გისმენ ჩემო ძვირფასებო. აბა დაიწყეთ. მივესალმები სერბადრის მაყურებელს. თითოეულ მათგანს მინდა გისურვოთ წარმატება, ახლოვდება აღდგომის უბრწყინვალესი დღესასწაული და მინდა რომ თითოეულ თქვენგანს და თქვენს ოჯახებს ვუსურვო ბედნიერება, ღვთისწყალობა, ჯანმრთელობა და ყველანაირი სიხარული, რაც კი არსებობს. აქვე გაგაცნობთ ჩვენს მეგობრულ სტარტაპს, ეს არის პასკა მია პატისერია. იდეა დაიბადა იქიდან რომ რადგან ახლოვდება აღდგომის დღესასწაული, გვინდოდა რომ ესეთი სამეგობრო დუეტი შეგვექმნა და გაგვეკეთებინა სააღდგომოდ პასკები, რომელიც იქნებოდა როგორც სტანდარტული შიგთავსით, ასევე განსხვავებული, მორთული და ორიგინალური შეფუთვებით. ნაზრუნი არის ყველაფერზე. ბოდიში ნათია ყველაფერი უმაღლესი ხარისხის. კი ბატონო. აუცილებლად გაგვეთქვა. დიდი მზრუნველობით არის მომზადებული ჩვენი პასკები. ეგ არის მთავარი რა. დიახ. და რაც შეეხება გემოებს და ხარისხს, ნამდვილად პასუხისმგებლები ვართ გემოებსა და ხარისხზე. მოკლედ, ჩემო მარიამ, ჩემო ნათია, ეხლა ყველამ კარგად ვიცით და მაყურებელმაც კარგად იცის, რომ საკმაოდ დიდი ხანი სჭირდება ამ ცომის მომზადებას და ამ პროცედურას, რომ წინა პერიოდს და ამიტომ წუხელ გავამზადეთ ეს ცომი, წუხელ გავაკეთეთ. ისეთი მაგარი გარემოიყვა და ისეთ ხიარულ სიტუაციაში ცუდია. ჯერეთი გემო ხოსასწაული ექნება და არც უნდა გამოვიდეს მაქსიმალურად დადებითი ენერგიები ჩავიდო. პასკა სტანდარტულად შედგება კვერცხისგან, ქვილი, კარგი ქიშმიში გჭირდებათ ამისთვის, ასევე უმაღლესი ხარისხის ქვილი, კარაქი რა თქმა უნდა, მაღალი პროცენტულობით და დიდი სიყვარული და დიდი ენერგია ჭირდება ამ პასკას. კბილია, სველია, მძიმეა, ეგ მიყვარს, მე ეგ მიყვარს. ყველაზე მნიშვნელოვანი ქართულ ტრადიციულ პასკის არის მძიმე და ნოტიო და ჩვენი პასკაც ზუსტად ამ კატეგორიაში გადის. და გოგოებო, ბოლოს ვინც მიირთმევს, ისიც ტკბილები ვართ ყველა რა. ყველა ტკბილი ხალხი მიირთმევთ ამ არაჩვეულებრივ გემრიელ პასკას. ეხლა ვიწყებთ პასკის ჩასმას ფორმაში. ხო სწორად თქვი ეს ხო ეგრეა. ეგ სწორია. პასკის ცომის ჩასმას ფორმაში. აი ესე ცოტა. როგორც შეფ ნათიამ მითხრა, აი ესე უნდა გავაკეთოთ. ზეთით უნდა დავისველოთ. და კარგი დადებითი ენერგიები ჩაახსოვე. კი, ეგ თავისთავად. ეხლა რა მაინტერესებს გოგოებო? აქ რაც გვიდევს, ეს მთლიანად მოითხოვს ამას. გუნდას გააკეთებ? კი ბატონო. ქვილით ამით არ მუშაობ? არა, არ ჭირდება ქვილი. ანუ ერთიანი მასა უნდა გავაკეთო? ნაწილ-ნაწილად ჩავდე? კი, შეგიძლია. ხო, აი ნაწილ-ნაწილ. როგორც გაგიხარდება. და სამეთი. მე ამას პერსონალურად მე გავჭრი პირველი. კი ბატონო. ახლა არის ტრენდული პასკები. სხვადასხვა კრემოვანი შიგთავსით, შოკოლადის შიგთავსი გვაქვს. მოიცა კრემიც აქვს, რო გაჭრი, კრემი გამოდის და რამე. მსგავსი ტიპის პასკაც შეთავაზებაში, დიახ და მოკლედ აუ, ეს რო გავსინჯო შეიძლება? არა, შეიძლება. არა, ესე არა. მაგარია. ეხლა რა მაინტერესებს? კაი, ეს ყველაფერი გავაკეთეთ. ამას ეხლა ოთახის ტემპერატურას დავტოვებთ. მოვაჩა ეს აღდგომა, კაცო. სულ პასკას ხვალ შევჭამთ. ეხლა მე რაღაცა წეგან მოვყარი ყურიო, თქვენ რაღაცას გეგმავთ კიდე სამომავლოდ, ტკბილეულს, კიდე ესეთ საკონდიტრო თემებს და ამჩენ ეხლა თქვენ გეგმებზე გითხარით. ჩვენ არ ვაპირებთ პასკებზე გაჩერებას, ჩვენი იდეა არის რომ გავაცოცხლოთ 90-იანების დესერტები. ხო, აი ეგ მაინტერესა მაგან. ბოქსები, შევთავაზოთ ორიგინალური ვარიანტები. პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ გოგოებს Facebook გვერდიც აქვს, Instagram გვერდიც აქვს, TikTok ხო, TikTok-იც აქვს და აი ახლა ვამონათდება, აი ამას მიაქციეთ ყურადღება და არ დაგეზაროთ, გამოიწერეთ. არ დაგეზაროთ, მიაქციეთ ყურადღება და ძალიან მაგრად რაღაცებს გვირდებიან და ჩვენც მე მეტი რაღა დაგჩენია გოგოებო, რომ ეხლა რა მაინტერესებს მარიამ და ნათია, მე ეს ყველაფერი ჩავსვი. როგორც თქვენ მითხარით, აგერ გვაქვს გამზადებული.
ამას რამდენი ხანი სჭირდება რომ ესე ფორმაში ცოტა ხანი დავაყოვნებთ ახლა ფორმაში რომ კიდე უფრო ამოვიდეს და აი ამ კიდეს მიუახლოვდეს აი სადღაც 1 სანტიმეტრით თითქმის რომ გავსებამდე კი პირამდე რომ ცოტა 1 სანტიმეტრი ნახევარი რომ აკლდეს დაახლოებით და შემდეგ მოვათავსებთ უკვე ხუმელში და ბაცხობთ 160 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში. რა თქმა უნდა მე შევამოწმებთ უკვე რომ ჩვენი პასკა ამოფუმფულდება კარგად შევამოწმებთ ჩხირით და ის მზაობას ეგ აუ მაგაზე ვგიჟდები ჩხირით ვამოწმებენ ხოლმე ბავშვი პაპატარები რო ვიყავით მაშინ დედაჩემი და ისინი მეგობრები არიან ათესავებმას რომ ვაცხობდნენ ტოლს ეს ეს არ არის ეს თან ასე ვატყუებდნენ იცი კიდე ჩუმად იყავით მაშინ მე გეუბნებით იმის უშუქობა და ეს ცუდი ამბები რო იყო და არ გაფუჭდეს კერასინკა არის გახსოვთ თუ არა თქვენ და კერასინკაზე ედგათ ეს და რა 20 კვეციანი 30 კვეციანი და ბისკვიტიო ჩუმად იყავით თორე ჩავარდება არ ამოვაო თურმე ჩვენ რო არ გვეხმაურა მაგდროებნები სხვა შორჩას ნათიას ეგრე აკეთებს მეგობრებო ჩვენ ვაგრძელებთ მივყვებით ბებიების და დედების ტრადიციას და ზუსტად ასე სიჩუმეში სიწყნარეში პოზიტიური ენერგიით ვამზადებთ ამ მე ის გამიხადა ისა ნათი ის გამიხადა წეღადო თქვი რომ ბავშვობის გემოებს გავაცოცხლებთ და დავაბრუნოთ რაღაცა მოგვენატრა ჩვენ ტატალეტკები და ეს ჭიაჭოლას ბუდეს ჭიაჭოლას ბუდეზე ვგიჟდები ისე მიყვარს რა ახლა შემოგთავაზებთ მოკლედ სხვადასხვა ვერსიებს დარწმუნებული ვარ ხალხის მონატრებული იქნება ადგილზე მირთმევის სერვისიც ადგილზე მირთმევის აი ეს სამომავლო პერსპექტივაში ადგილზე მირთმევა ახლა პირველ რიგში მე უნდა ვიმასწრო პირველი მე უნდა გავხსნა პირველი კი ადგილზე მირთმევასაც გისურვებ გამზადებული გვაქვს ველოდებით სანამ ამოვა როგორც მარიამმა და ნათიამ თქვეს რომ დაახლოებით 1 სანტიმეტრი სანამ ამოვა გამზადდება საღდგომოდ გვაქვს აუცილებლად კვერცხი შესაძლებელი რა და სოფლის ხო სოფლის კვერცხი რო გემრიელი იყოს სოფლის კვერცხი გამძლეობაზე აძლიერებდა ხო კი და კვერცხის ჩაჭახუნების დროს კი და აუცილებლად მე ეს როგორ ამბობენ შევაჭიდებ თუ დავაჭიდებ და პირველ რიგში ის კიდე აღნიშნოთ რომ ბუნებრივად ვაკეთებ ყველაფერს მე რასაც ვუყურებ იმას გეუბნებით ბუნებრივად ის ენდროს ოიზახიან მცენარო ის დავნაყეთ თუ დავჩეჩქვეთ ესე გავაჩერეთ ცოტა ხანი აუშვით ქვაბში გავაჩერეთ ცოტა ხანი ხარშეთ მოკლედ ეხა მე მინდა რომ მომზადებული არის ეს ნარევი უკვე კი ბატონო ეხა ჩვენ ეს ავადუღოთ თუ როგორ ჩავალაგეთ მე კვერცხს ის მიყვარს აი კოლზით როდებიან იმას გავაკეთებ აუცილებლად მე რომ მიყვარს ის გელაპარაკება აი რაც მაგარი რო გამოდის აი ზუსტად ისეთი გამოვიდა აი ამოვიდა ზუსტად იმ კონდიციაზე მივიდა როცა უნდა შევდგათ უკვე ღუმელში და გამოვაცხოთ ჩემი ჩადგმული პასკა რა პირველად გავაკეთე ცხოვრებაში კი რაღაცებს ვეხმარები ხოლმე დედაჩემს ჩემს მეუღლეს კიდე გოგოებს ბიჭებს ვიღაცებს ოღონდ ძირითადად მე ვჭამ ამოვიდა ცომიც და წეგან ჩვენ შევცვალეთ ის გადმოვიტანეთ ეს ღუმელი მოვიტანეთ რა უცხო არ იყოს მოკლედ და ეხლა როგორც ნათიამ მითხრა და როგორც გოგოები მასწავლიან ესო უნდა გადმოვიტანოთო აქ ხო ეს არის სერბადრის სახელობის პასკა შეგვიძლიათ ამას არავინ არ შემეცილოთ ამის გასინჯვაში იცოდეთ არა მე მიყვარს სივიძე და ოდნავ შეგრილებული ეს ხო გაუშვათ ეხა ღუმელში დავუშვათ ღუმელში და რამდენი გრადუსია არის 160 გრადუსზე დაყენებული დრო გვაქვს ჩართული 40 წუთი 40 წუთი დამჭა სრულ ნეტარებამდე მაგარია ეხლა ვიმიშვით მე იმას კვერცხი უნდა ჩავალაგო კვერცხისთვის მზად გაქვს უკვე მოკლედ ამას ეხლა ჩემგან არ გესწავლებათ თქვენ და არც მაყურებლებს რომ პირველ რიგში წერა რაც ვქვით ენდრო გვაქვს და დანაყული დაჭეჭქვილი და კვერცხი სოფლის კვერცხი რაც თავარია და გარეცხილი გაპრიალებული აი ეს აჰა ესეც ერთი და ნელ-ნელა ეხა აი ესე მიყვარდა ყოველთვის თან არ უნდა ილაპარაკო, რომ არ გაწყდეს ეს არ ლაპარაკი, ყველაფერში უნდა დავიცვათ. და მე ისიც გამიგია, რომ მარილ საყრიან და რაღაც მომენტში რომ გამაგდესო კვერცხი. სიძლიერისთვის. ხო, სიძლიერის. და ძმარსაც ლამაზი ფერისთვის ასევე. აუ, აქ ისეთი ამბებია? ნათიამ ისეთი ამბები გამოიტანა?
აღარ შემიძლიათ საიდან რითი დავიწყო ეს არის თეთრი შოკოლადი კი, თეთრი შოკოლადი. მოკლედ მე შეფ ნათია მომზადავალება შეფ ნათია ჩვენი მარიამი წავიდა იქით დიდი რეგალია მომადა. ჩვენ მარიამი წავიდა იქით რომ შეკვეთები რაც აქვს მომხმარებლებისთვის ამზადებს უთავს სასუსლო კარგი რა ნათია დამინდე რა აი ეგ გოგრინა და რომელი ერთია რომ მე არაფერში არ ჩავერევი საერთოდ. საკმაოდ დიდი კომპეტენცია აქვს უკვე ასე რომ მთლიანად ჩაიბარებს თვითონ რომ რა სამობ წუხელ მოვცომეთ კი, კაი განწყობაზე მე აგერ ჩავსვი გამოვიღებ ახლა მე პასკას კი, პასკა. ხელი ხო შემიძლია ცხელი ხო არ იქნება ძალიან ცხელი ხო არ არ იქნება იქნება გაუძლებ გაუძლებ ტემპერატურას შენ გაუძლებ. გაქვს შენ გამოცდილება და გაუძლებ. ოჰო აჰა გამოვიდა თუ არა სერბადრი პასკაც კი გამომივიდა ხალხო პასკაც კი გამოვაცხე დავდევა. მოდი ახლა ვნახოთ კვერცხი. შევხედოთ როგორი ფერი აქვს ჩვენს. აუ შეხედა სილამაზეა აჰა დავიწყოთ კი. კვერცხის ფერი როგორ მოგწონს? იდეალურია აი ზუსტად ის არის რაც მე მიყვარს ეხა შენ მე მითხარი საიდან გამოხმედება და როგორი ხედვაც როგორიც მინდა ისეთი ავას ხო ხარ არჩევანში. თქვენ ისაუბრეთ და მე ამასობაში მოკლედ ჩვენს ხედვას, ჩვენს გემოვნებას და როგორც შეფუთვა არის განსხვავებული, ასევე არის განსხვავებული თვითონ პასკის ზედაპირიც. ეს შეიძლება ყველაფერი რომ გამოვიყენო აქ ეს კრემი შენ როგორც გერჩივნოს მაქსიმალურად თავისუფალი ხარ არაფერში არ მყავ შეზღუდული ხო ხედავ. აი ზუსტად ესეთი მიყვარს კაი ეცა ეს შენ დავაწყე რაც გაგიხარდება ის დაადე. სერბადრი რო დავაწერო სერბადრი ზააწერე თუ გინდა. ეხლა ესე იგი თავიდანვე დავაყადოთ ეს სეზამია ხო სეზამი კი. სეზამის მაცვალი შენ როგორც ვხედავ ძალიან მოგწონს მინიმალისტური, იმიტომ რომ რაღაცა ისე წახვედი, თვითონ შოკოლადის ეს რა არის, ფერი ეს? გამოიყენა, ეს არის ნუშის ფანტელი. ნუში არის ეს ნუში და ამის ფანტელი ეს კი, მაგის ფანტელი ეგ. ესეც მივაფანტელოთ დავადოთ ეს არის ლეღვის ჭი ვაიმე ლეღვი კი, ეს რო დავჭრათ ხო შეიძლება კი, როგორ არ შეიძლება. მე უკვე მომწონს რაც არის გაკეთებული, აი ზუსტად ჩემს გემოვნებას ემთხვევა, იმიტომ რომ არ მიყვარს მეც გადაბრანჭული ზედმეტად, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს რა არის ნათი? არის ცოტა. ეს არის დარიჩინი არ გინდა. აი ნიკოს. ეს არის მოხალული ნიკოს. კი, მოხალული მაქვს ეგ ნიკოსი. ძალიან ნაზი გამოდის შენი პასკის ვიზუალი. აბათ, ესეც. მოვაფანტელოთ ნიკოზით. ესა ეს ცოტა სიტკბრო განეიტრალოს ამისთვის დავჭირდება ჩემი გემოვნებით ეს არის ფოთოხლის ჭირი კი ეს არის მზესუმზირა მოყრილი ორცხოპილა რომელიც ჩვენ დავამზადეთ სახლში ორი ცალი მინდა და მოჩა მინიმალისტური აღარ გამოვიდა მაგრამ გემრიელი მაგრამ გამოვიდა მაინც ძალიან საყვარლად გამოიყურება ფერები ყველაფერი ერთმანეთს კარგად ემთხვევა ეს ჩემო ნათია და ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, ჩემო ძვირფასო გამომწერებო. თავარი ეტაპი დადგა. თავარი ეტაპიც დადგა. თქვენ დამიწერეთ რანაირ პასკას აცხობთ. როგორ ემზადებით საავდგომოდ. ტრადიციები ძირითადად თითქმის ერთი და იგივეა. ყველგან ძირითადი რაც არის პასკა ცხება და კვერცხი იღებება. ჩვენც ეს ტრადიციები არ დავარღვიოთ. ვაიმე შოკოლადს. ვაიმე. მე დიდი მოვჭერე. არა, თითებით შემოწმე. თითები? ხო, რამდენად ნოტიო გამოგევიდა. ნოტიო, სასწაული ტიო, არა? როგორი ეს გამოგევიდა? სასწაულია მე. არც იფშნება შენი პასკა. ნახე რა კარგად ცომი გაგიკეთებია სხვათა შორის. ვიწყებ რა? კი. გასინჯვას ვიწყებ. ენა წაგერთვა მე მგონი ხო? ვა ეს ახლა ცხელია ცოტა თბილია. შოკოლადი. ეს რო გაცივდება დაწმუნებული ვარ სასწაული იქნება მერე რა. ჩემო ნაცია.
მე მგონი შენი დიდი მადლობა რა დღევანდელი დღისთვის და მადლობა აი ამ- შენ პირიქით და აი ამ სილამაზეებისთვის დიდი მადლობა. აი ამ გემრიელებისთვის დიდი მადლობა და თქვენ ჩემო ძვირფასებო გაიხარეთ მრავალ ლამაზ დღესასწაულებს და მრავალ აღდგომას დაგასვათ ღმერთმა. დაალაიქეთ, გამოიწერეთ და გილოცავთ. მე მინდა რომ ერთი სიტყვა თქვა რომ მადლობა მოგიხადა შენ და შენს მაყურებელს. შენს გვერდს. დიდი მადლობა. აი ხო შეიძლება რომ ვთქვა. როგორ არ შეიძლება ნათია? სერბადრის და იმასაც ვიტყვი რომ უგულს შემოდგევრეთ. სერბადრის. ილაპარაკე შენ არ გინდა ვიტყვი არა რაც გინდა ილაპარაკე. ყველაფერი ილაპარაკე. ხო. დიდი მადლობა სერბადრის ამ დუეტისთვის. ძალიან სახალისო იყო მასთან ერთად პასკის მომზადება და მადლობა სერბადრის გამომწერებს. წარმატება მინდა ვუსურვა ასევე შეფების ლიგაში. ვუსურვა ფინალში მოხვდეს და მოკლედ გაიცნოს ძალიან ფართო საზოგადოება, ძალიან ნიჭიერი არის თავის საქმეში და დაუფასდეს ეს მისი ნიჭი. მადლობა კიდევ ერთხელ შენ. გაიხარე. გაიხარე, შენ მარჯვენას გავუმართე. გაიხარე, მადლობა.